ქეთევან და არჩილ ორბელიანები, ლევან ამილახვარი, მარო ყიფიანი, ლუკა მაისურაძე, ქიარიმა, კიტა, სისო. ეს ქართული სახელები და გვარები 23 ნოემბრიდან მხოლოდ GDS-ის მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო გმირები გახდებიან. ქართულ ტელესივრცეში უპრეცედენტო შემთხვევას ეპოქალური კრიმინალური დრამა სერიალი ტიფლისი ჰქვია. სწორედ პირველი სერიის დახურული ჩვენება გუშინ კინო ამირენში გაიმართა. 1 საათის განმავლობაში დარბაზში არც ტელეფონის ზარი და არც უადგილო საუბრები ისმოდა. ყველა ყურადღებით უსმენდა სიმართლის მსგავს ალტერნატიულ ისტორიებს, რომლის მოყოლაც კინოს ენით გაბედულმა რეჟისორებმა, სცენარისტებმა, ოპერატორებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მოკლედ მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა. მიყვარს ეს ხალხი, მიყვარს მათთან მუშაობა და არის გრანდიოზული პროექტი. მინდა გითხრათ ყველას მადლობა, რომ საერთოდ ვარსებობთ, მუშაობთ და გვეძლევა საშუალება გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, გავიხარჯოთ ბოლომდე და ლევან დაბრუნდაშვილს მინდა უთხრა დიდი მადლობა ყველაფრისათვის. Respect. 90-იანი წლების თემატიკის, ნარკოტიკებისა და ომის შემდეგ ქართულ კინო თუ ტელეინდუსტრიაში 19 საუკუნის ტიფლისის გაცოცხლება დიდი ალტერნატივაა მაყურებლისთვის. ერთი სერიის დამონტაჟებას დაახლოებით ვანდომებთ 1 კვირა, 2 კვირა. გააჩნია გრაფიკა, რამდენი ახმას, რამდენი ჭირდება გასწორება, ზოგ სცენაზე ცუდი ხმა, ზოგზე ნორმალური, ზოგზე კარგი. ზოგან ბევრი გრაფიკა, ზოგან ცოტა და აქედან გამომდინარე, 1 კვირიდან 3 კვირის მანძილზე რაღაც პუნჩი ვახერხებთ და ვაკეთებთ. კამერა! სიჩუბე! ძველი უბნების და ქუჩების განსხვავებული აღქმა, მეტი თავისუფლება მხატვარ დეკორატორებს და რა თქმა უნდა მსახიობებს. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ თავადების მიერ განაწილებული სფეროები და ყაჩაღები, რომლებიც არაკანონიერი მეთოდებით სამართლიანობის აღდგენას ცდილობენ. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული დაჯგუფების დაპირისპირება საოცარ სანახაობას ქმნის. საინტერესო მსახიობებთან მუშაობა, იმიტომ რომ შეკრებილი არიან ძალიან საინტერესო ტიპები და ვიცი, არის როგორც აი 80% თითქმის მზად არის. და რა ვხედავთ შედეგს, მე ვფიქრობ, რომ ღირდა გამეების თემა. სპეციალურად ტიფლისისთვის მუსიკა ნიაზ დიასამიძემ შექმნა. სპეციალურად ამ სერიალისთვის 150-მდე საუკეთესო მსახიობი შეირჩა. ტელევიზია რო აკეთებს დიდ პროექტს და რო ასაკობს ამდენ მსახიობს, აღარ არის ლაპარაკი სტავზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ განათებაზე, ოპერატორები ასე შემდეგ. ძალიან დიდი ის არის ბრიგადა, ასე ვთქვათ. ამისთვის ნებისმიერ ტელევიზიას დიდი მადლობა, იმიტომ რომ მსახიობებს ზოგადად არ აქვს სამუშაო სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი პროექტი და ესეთი მასშტაბური პროექტი, მით უკეთესი. ეს ჟანრი, ეს ასე ვთქვათ, ეპოქალური ჟანრი ჩემთვის იყო საოცნებო და ალბათ ნებისმიერი მსახიობისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებული სპეციფიურად საინტერესო სამუშაოა მე ასე მეჩვენება. სერიალზე 45 კაციანი ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რაც ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ეპოქალური კრიმინალური დრამა შეიქმნას. ერთმანეთის ხელშეწყობით მთელი ეს 45 კაციანი ჯგუფი GDS-ის, ვინც GDS-ში გაიზარდა, ზოგი უკვე გაზრდილი მოვიდა GDS-ში და ჩემს გვერდზე იდგა, აგერ ჩემი სანდრიკა ეხლა ჩემთან ერთად იზრდება როგორც მსახიობი, ბევრს წვალობს ძალიან ბევრი ადამიანი, იმისთვის, რომ რაღაცა ქართული პროდუქტი დაიდოს ჩვენ სფეროში და ნელ-ნელა წინ წავიდეთ და მე ჯერ არ წარმატებას მოიტანს და დღევანდელმა დღემ რაღაცნაირად ამის იმედი უფრო გამიჩინა. და თუ არ იცოდი ნადირობა ძმაო, წავიდოდით მე,
პროექტის ავტორები ცდილობენ, რომ თანამედროვე ტელესივრცეში ჯერ კიდევ უთქმელი სიტყვა თქვან და ქართველ მაყურებელს ისტორიული ტიფლისი აჩვენონ. აჩვენონ, როგორ იმართებოდა თბილისის ძველუბნებში ფულზე გაყიდული ორთაბრძოლები, როგორ იმალებოდა თავადაზნაურების პრიალა შეხვედრების უკან მძიმე კრიმინალი, როგორ სრულდებოდა ყველა წამოწყება საროსკიპოებში და როგორ უყვარდებოდათ ერთმანეთი განსხვავებული სოციალური ფენის ადამიანებს. ეს ტიფლისია, ქართული თემატიკის კრიმინალური სერიალი, რომელიც 23 ნოემბრიდან მხოლოდ GDS-ზე, ყოველ კვირა დღეს 22 საათზე თქვენს 1 საათს აუცილებლად წაგართმევთ.